არაზიშვილი მუშაობთ. ხმაურის ფონზე გაიმართა საკრებულოს პირველი სხდომები წალენჯიხასადაც ჩხოროწყუში. წალენჯიხაში ერთმანეთს ქართული ოცნების მანდატით გასული დეპუტატები დაუპირისპირდნენ. მიზეზი თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობა იყო. საბოლოო დეპუტატებმა დავით ბელქანიას და კობა შანავას შორის არჩევანი ვერ გააკეთეს. სხდომის დასრულების შემდეგ ხმაურიანი გალხილვა გამგებლის კაბინეტში განახლდა. ოთახიდან გამოსული მხარეები ჟურნალისტებთან განმარტავდნენ, რომ საუბარი მამაკაცურ საკითხებზე წარიმართა. თავმჯდომარეობის კანდიდატის გარშემო განვითარდა კონფლიქტი ჩხოროწყუშიც, თუმცა იქ მხარეები ძირითადად ერთმანეთს ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებდნენ. გაკეთდა ის, რაც ხალხს უნდოდა და ხალხის არჩევანმა ბოლო-ბოლო მიიღო ის იურიდიული ლეგიტიმაცია, რაც საჭირო იყო. მოხდა ნაციონალთან გარიგება, ამ გარიგების შედეგები კარგად ჩანს საალფო შემაჯამებელ ოქმებში, რის შედეგადაც დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ მაგას ხმამაღლა ამბობ, ჩხოროწყუში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიიღო უმრავლესობა. და დღეს ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში დავტოვეთ ერთად. თბილისიდან იყო ჩამოსული კოორდინატორი, რომელმაც ჩვენ გაგვაცნო პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილება გაგვაცნო, ვინ უნდა აგვერჩია საკრებულოს თავმჯდომარედ, ჩვენ პარტიის წევრებს და ამას მოყვა ერთი ამბავი წალენჯიხაში. არანაირი დაშინება მე არც ერთ საკრებულოს წევრთან არ მივსულვარ. ეს არის ერთმა საკრებულოს წევრმა დამისახელოს თუნდაც მე ვინმესთან სახლში მივედი და დაშინებით არა, უბრალოდ ხარდაჭერას არ მithოვია საკრებულოს